წინა საუკუნეებში საქართველოს ეკლესიაში არსებობდა უპირატესი სამიტროპოლიტო ხარისხის კათედრები, ანუ ეპარქიები, რომელთაგან პირველი ადგილი ქუთაისის, გელათისა და თბილისის ეპარქიებს ეკავათ. მაგრამ თანამედროვეობაში ეს წესი აღარ არსებობს და ყველა ეპარქია ერთმანეთის თანასწორია. დღესდღეობით საქართველოს ეკლესიას 38 მღვდელმთავარი ხავს, რომლებიც ერთმანეთისგან ქიროტონიის, ანუ კურთხევის უხუცესობით, სამღვდელმთავრო ხარისხებითა და ჯილდოებით განსხვავდებიან. ამ ეტაპზე ქიროტონიით უხუცესი მღვდელმთავარი მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძეა. მის შემდეგ მოდიან ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგ გახვლედიანი, წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე და ასე შემდეგ. რაც შეეხება სამღვდელმთავრო ხარისხსა და ჯილდოებს, ხუთათელგენათელი მიტროპოლიტ კალისტრატე მარგალიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეკლესიის უპირატესი მღვდელმთავარია ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი. მის შემდეგ მოდიან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია. სამივე მათგანი საქართველოს ეკლესიის უმაღლეს სამღვდელმთავრო მიტროპოლიტის ხარისხსა და უმაღლეს ჯილდოს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარს ატარებს. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მღვდელმთავრები იყვნენ აქტიურად ჩართული ახალი კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების ლიტურგიაში, რომელიც 2026 წლის 12 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შედგა. აღსაყდრების უძველესი ქართული მართლმადიდებლური წესები წარმოდგენილია წიგნში, რომელიც წირვის დროს არაერთხელ გამოჩენილა კადრებში. ცერემონია დაიწყო არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა, რომელმაც ახლად გამორჩეულ პატრიარქს მიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად მოგიწევთ შენ წმიდა სამას კათოლიკეს საყდარსა. ამას კი მოჰყვა სადღესასწაულო წირვა, რომელშიც ჩართული იყო აღსაყდრების უმნიშვნელოვანესი დეტალი. აღსაყდრების ლოცვები წაიკითხა ეკლესიის უპირატესმა მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა და ქიროტონიით უხუცესმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ. სახარებიდან მკაცრად განსაზღვრული ნაწილი კი წაიკითხა მიტროპოლიტმა ისაია ჭანტურამ. ახლად გამორჩეულ პატრიარქს ჯვარპანაღიები მიართვეს არჩევნებში მონაწილე ორმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა და გრიგოლმა. ერთი პანაღია კი ქიროტონიით ერთ-ერთმა უხუცესმა მიტროპოლიტმა ვახტანგ გახვლედიანმა. თითოეულ მათგანს პატრიარქი ხელზე ეამბორებოდა. საუკუნეების ვერცხლის მოოქროვილი მიტრო კი პატრიარქს მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა დაადგა. ამის შემდეგ ახალმა მწყემსთავარმა და მღვდელმთავრებმა საკურთხეველში გადაინაცვლეს, სადაც აღსაყდრების ცერემონიის წესების აღსრულება კვლავ გაგრძელდა. სწორედ საკურთხეველში შესრულდა ახლად გამორჩეული პატრიარქის საპატრიარქო ტახტზე სამჯერ დასვლა ორი უპირატესი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტების დანიელ დათუაშვილისა და აბრაამ გარმელიას მიერ. საბოლოო დეტალი კი ეკლესიის უხუცესმა 86 წლის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ შეასრულა, რომელმაც კათოლიკოს უძველესი საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული მიარჩა. ცერემონია პატრიარქ შიო მესამის საპატრიარქო ხარისხში აყვანის შემდეგ პირველი ქადაგებით დასრულდა.